მანქანა ჩავმივიდა და ნახეთ რა საჩუქრები ჩამოყვა. წიგროვი ქუსლიანი ქალის ფეხსაცმელები, რაღაცა ფუმფულა სათამაშო და უკვე ნელ-ნელა ვწმუნდებით რომ ქალის მანქანა იყო, პომადაც გამოჩნდა. კიდევ რაღაც ნაჭრები და ეს რა არის, კაცო, ვარდისფერი, ლურჯი, სტაფილოსფერიც და კიდევ სხვადასხვა ფერები და სხვადასხვა რაოდენობა. რა იყო, რა გაუმაძღარი იყო, რა ვერ შეირიგო. ამის შემდეგ წამო უკანა სავარძელები ვნახოთ, სადაც არ ამგონია კაი ამბავი მომხდარიყო. აქ ტანსაცმელები დაგვხვდა და როგორც ხედავთ, საქმეზე გადასულან უკვე რაღაც კაპიშონი და რა თქმა უნდა, რუსიკიც. ამ ყველაფერთვის ტელეფონიც დაუმსახურებია. წყალი რა თქმა უნდა დაჭირდებოდათ მეგობრებო. დეოდორანტიც რა თქმა უნდა საჭიროა. კარში ჩავიხედოთ ერთი რა ხდება. მრავალი. ეს მარტო ამაზე თუ ფიქრობდა დაიმტრეოდა. რას იზავდა. კიდევ ნახოთ ერთი რადევს ღვინის გასახსნელი და როგორც ჩანს რომანტიკაც ყოფილა. მე მგონი ვახშამიც აქვე ქონდათ. ასევე დამტენის გადამყვანი და საპარსის თავებიც ვნახე და უკვე მე ვეღარ ხვდები მეგობრებო აქ რა ხდებოდა. თქვენთვის მომინდია გამოვიცანით. წამო წინაც ვნახოთ აბა რა ხდება. კეჩუპები ყრია, ასევე საკრედიტო ბარათი, ასევე კიდევ ერთი ფუმფულა სათამაშო, ისევ დეოდორანტი და როგორც ჩანს წინაც გადმოაღწიეს. ეს რამე აღვირახსნილი მასკაა თუ რა არის უკვე რევი მელანდება. მოდი უშველოთ ამ მანქანას მალე და დავიწყოთ ამოსუფთავება, თორე რას გავს შეხედეთ. 3, 2, 1. რთული იყო? ზუსტად 15 წუთში ყველაფერი ამოვიღეთ. რა უნდოდა ამ ყველაფრის გაკეთებას ამერიკაში? კაია ესეთი მანქანებით ცოტა გავერთობი ხოლმე. რა სიტყვით აბა მეგობრებო თქვენი აზრით რა ხდებოდა ამ მანქანაში და ვისი მანქანა იყო ეს ამერიკაში? იყიდება ეს მანქანა ექიმის ნაქონი მანქანა არა და სუფთა და მოვლილი.